ბიზნესის გაფართოებისა და ოჯახის ბიუჯეტის გაზრდის საშუალება საჭირის მაღალმთიანეთის მოსახლეობას ადგილზე მოწეული თამბაქოს რეალიზაცია მისცემს. ახალი ბაზრების მოძიება უკვე დაწყებულია. ქედაში მოწეული თამბაქო მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ადგილობრივთან ერთად კუბური ჯიშის თამბაქო რაიონში თითქმის ყველა ოჯახს მოყავს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სეზონზე მის რეალიზაციის პრობლემა არ ექნებათ. თამბაქოს ნერგიმანენა ბერიძეს ამ სადგურში გამოყავს. სპეციალურად ბნელ და ცივ ადგილას შენახული თესლი თებერვალში ითესება. თავარი მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნება, რომ თესლი ყინვამ არ დააზიანოს. სოფელ დანდალოში ბერიძეების ოჯახისთვის თამბაქოს შემოსავლის ძირითადი წყაროა. ძირითადი სამუშაოები აქ მაისის ბოლოს იწყება, როცა თამბაქოს ნერგი სათბურიდან სპეციალურად დამუშავებულ ნიადაგზე გადააქვთ. კუბურ თამბაქოს ადგილობრივი ჯიშებისგან ბევრად განსხვავებული თვისებები აქვს, ამიტომ განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. თებერვლის თვეში თესავთ ასე სათბურებში. მოულით გაიზრდება და ახლა უკვე სეზონია, რომ გადავიტანოთ ნაკვეთებში, ნაკვეთები გვაქვს დამუშავებული, გამზადებული და ახლა გადავიტანოთ ნაკვეთებში და გაიზრდება მოულით, რა ვიცი მე და იქნება რეალიზაცია. კუბური თამბაქოს წარმოება სოფელ დანდალოში ბერიძეების გარდა 30-მდე ოჯახის 3 წელია მისდევს. 1 კილოგრამ ნედლ თამბაქოს მოსახლეობისგან შეპესი აჯარიან ტაბაკო 1 ლარად და 20 თეთრად იბარებს. თითოეულ ოჯახს საშუალოდ 2 ტონამდე თამბაქო მოყავს, ხოლო მთლიანად სოფელში მოწეული მოსავლის რაოდენობა 10-დან 12 ტონას შეადგენს. თამბაქოს დახარისხების და დამუშავების პროცესში კიდევ 20-მდე ოჯახია დასაქმებული. მათი ანაზღაურება 200-დან 300 ლარამდე მიღწევს. ფირმა აჯარია ტაბაკოს ხელმძღვანელობამ შემოიტანა თესლი გუბელ სპეციალისტებთან ერთად. მოხდა ამ ჯიშის დანერგვა, გამოცდა ჩვენს პირობებში. პირობებს შეეგუა ძალიან კარგად, როგორც თვითონ გუბელის სპეციალისტები ამბობდნენ. უკეთესადაც შეეგუა ვინმე კუბაში, ფოთოლმა გაიზარდა უფრო დიდი, უფრო ხარისხიანი. სიგარა გონიო სწორედ დანდალოში მოწეული და დახარისხებული თამბაქოს ფურცლისგან მზადდება. სიგარის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ხდება. ჩვენ ნედლეულს ვაგზავნით ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან ჰონდურასში, სადაც ხდება მისი დახვევა საბოლოოდ აი ამ პროდუქტად, რომელიც ძალიან კარგად იყიდება საქართველოში და ჩვენ საკმაოდ კარგი ადგილი დავიმკვიდრეთ ქართულ ბაზარზე. ქედის რაიონში თამბაქოს წარმოება წლების განმავლობაში შემოსავლის ძირითადი წყარო იყო. აქ გავრცელებული ტრადიციული ჯიშის თამბაქოს დამზადება ბევრ სოფელში ახლაც ხდება. ახოში, გეგელიძეებში, წონიარიცში და სხვა სოფლებში დამზადებული თამბაქო ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო ამ პროექტში დასაქმებული და საკმაოდ ბევრი სარგებელიც ნახა. მე მინდა გითხრათ, რომ ქედაში მოწეული ეს პროდუქტი საკმაოდ მაღალი ხარისხის გამოირჩევა და საკმაოდ დიდი ეკონომიური სარგებლობა შეუძლია მოუტანოს იმ კომპანიებს, რომლებიც ამ სფეროთი არის დაინტერესებული ჩვენს რაიონში. თამბაქოს ქედის გარდა შუახევის რამდენიმე სოფელშიც აწარმოებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფერმერებისთვის სპეციალური პროგრამა მოქმედებს, რაც მათ მინერალური სასუქების შეღავათიან პირობებში შეძენაში დაეხმარება. ჩვენი ხელშეწყობა ის არის, რომ სამინისტრო უნდა მჟუნავს ისეთ ინვესტორების მოძიებაზე, რომლებსაც სურვილი აქვთ ამ კუთხით რაიმე ინვესტიცია განახორციელონ. შესაძლებელია ისეთი განვადების რეჟიმებში თამბაქოს მოყვანისათვის საჭირო სასუქების, შხამმასალების, შხამქიმიკატების და ამის შეძენა შეუძლიათ რეგიონში არსებულ ფერმერულ ობიექტებში, ფერმერთა სახლებში. თამბაქოს დარგვის პროცესი ქედის სოფლებში უკვე რამდენიმე დღეში დასრულდება. პირველ ნედლეულს კი ფერმერები აგვისტოში მიიღებენ.